დაკავშირებით ალბათ დასრულებულია და მინდა გთხოვილობთ ინფორმაცია, როგორი არის წელს მოსავლის ოდენობა და ხარისხობრივი მაჩვენებლებით ქართული ხორბალი როგორი ხარისხის არის წელს ეს კონკრეტულად. კი ბატონო, მოგესალმებით. წელს ალოობა ანუ ხორბლის აღების, დაბინავების და გაყიდვის თქვათ კამპანია დასრულებულია. რეალურად მთლიანობაში ბოლო შემაჯამებელი ტენდენცია და თქვათ ფაქტორი მაინც ჩვენ არ ვიცით ჯერჯერობით. ეს ალბათ გვეწოდინება იმ კვირის ბოლოს, როდესაც შემაჯამებელი სხდომა გაემართება, იცით რომ შექმნილი არის მთლიანობაში სამი ბიზნესის პურის წარმოებლების, ფქვილის წარმოებლების და ხორბლის წარმოებლების მიერ შტაბი სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ნუ აქ გამოიკვეთება რა რაოდენობის ხორბალი არის მოსული, რა რაოდენობის ხორბალი არის ჩაბარებული, როგორც სასურსათო ისე არასასურსათო და რა რაოდენობის ხორბალი არის შენახული ფერმერების მიერ, იმიტომ რომ ყველა ამ ფაქტორების მიხედვით ყალიბდება ეგრეთ წოდებული ბალანსი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ საბოლოოდ როგორ ჩატარდა ეს ყველაფერი. თუმცა წინასწარი მონაცემები მე შემიძლია გითხრათ, ანუ რეალურად დაანონსდა, როდესაც იწყებოდა ხორბლის მოსავლის აღება, რომ საქართველოში დაახლოებით 200,000 ტონა ხორბალს ელოდებოდნენ, ეს იყო სასურსათო და არასასურსათო ხორბალი, თუმცა აქვე მინდა აღნიშნო, რომ სტატისტიკა ეს მიახლოებითია, იმიტომ რომ ფერმერებს არ აქვს ვალდებულება ჩაბარების სტატისტიკის დეპარტამენტში ეს ყველაფრის და ის ითვლება საშუალო მოსავლიანობა გამრავლებული იმ ჰექტარების რაოდენობაზე, რომელიც გამოყოფილია ხორბალზე. ნუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ხარისხის მიხედვით სამწუხაროდ ხორბლის რაოდენობა არასასურსათო, ანუ საფურაჟი უფრო მეტი გამოვიდა, იქიდან გამომდინარე, რომ დასაწყისშივე ამიტომ არ შეუწყო ხელი ხორბლის ხარისხის, თქვათ, ხარისხული ხორბლის მოყვანას, შესაბამისად ნაწილი ხორბალი გადავიდა არასასურსათოში და შესაბამისად ამან გამოიწვია ის, რომ გარკვეულწილად სასურსათო ხორბალი არ იყო ის რაოდენობით, როგორც იყო მაგალითად შარშან. ნუ ამან დაღი დაასვა თავისთავად ცხადია ხორბლის რაოდენობრივ ჩაბარებას წისქვილ კომბინატორში, იმიტომ რომ წისქვილ კომბინატორში სასურსათო ხორბალს იბარებენ და შესაბამისად მიმართვიანობა იყო ისტორიულად დაბალი, რაც ჩვენ ბოლო წლებში ვიცით. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ასოციაციის წევრებმა მაგალითად ჩაიბარეს წელს დაახლოებით 7-8,000 ტონა ხორბალი ამ პერიოდისათვის, ანალოგიური პერიოდისათვის, მაშინ როდესაც შარშან ეს ციფრი იყო დაახლოებით 25,000-ის ბარგლებში. ნუ მეორე ფაქტორი გამოწვეული ეს რითი იყო ეს, იმით იყო გამოწვეული, რომ მთლიანობაში ხორბლის ჩაბარების ფასმა არ მოაწყო ფერმერებს, იმიტომ რომ ფასი მათი აზრით იყო დაბალი ჩაბარების, მაგრამ აქვე მინდა ვთქვათ, რომ ხორბლის ჩაბარების ფასი ყალიბდება იმპორტული შესაბამისი ხარისხის ხორბალთან მიმართებაში, ანუ რა იმპორტური ხორბლის ფასი არის ჩვენთან, ანუ წისქვილ კომბინატების მიერ შემოტანილი და რეალიზებული, იმას უსწორდება ანალოგიური ხარისხის ქართული ხორბლის ჩაბარების ფასი. მაგრამ ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის მარცვლეულის ასოციაციაც დაგვეთანხმა ამაში, ამას წინათ იყო მათი განცხადება, რომ შარშანდელთან შედარებით ჩაბარების ფასი იყო 5 თეთრით მეტი, ანუ შარშან იყო 65 თეთრი, 1 კილო ხორბლის ჩაბარება წელს იყო 71 სასტარტო ფასი. ამ სიტუაციაში დღესაც დაახლოებით ამ ფაზზე არის ლაპარაკი, თუმცა ფერმერების უდიდესმა ნაწილმა ხორბალი შეინახა, დღეს დაბინავებული აქვს და ელოდებიან ფასის ზემო ზრდას. ეხლა რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს და რეგიონალურ ბაზარს, ოდნავ შეიმჩნევა ფასების მატება, იმიტომ რომ რუსეთშიც დაბინავდა ხორბალი, უკრაინაშიც დაბინავდა ხორბალი, ევროკავშირის ქვეყნებშიც და რეალურად ამის შემდეგ ხოლმე ტრადიციულად ხდება ოდნავ ფასების წამოწევა. ეხლა ყაზახეთში მიმდინარეობს ხორბლის თქვათ აღება და ყველაფერი ამის გათვალისწინებით ყალიბდება ფაქტორები, რომელიც ჩვენს ბაზარზე აყალიბებს შესყიდვის ფასს და ნახოთ რა იქნება ამ დღეების და კვირეების განმავლობაში. ეს პროგნოზი თუ შეგვიძლია თქვით, ასეთი ტენდენციებიდან გამომდინარე, იგი ყაზახეთის ფაქტორიც ჩვენ ბაზარზე როგორ იმოქმედა, სუბსიდირებულ მოხდობა და ისევ თუ გრძელდება, ისევ თუ შემოვა და ჩვენთან ფასებზე რა გავლენას აქვს. ეს შემოწმების სეზონი მოდის ბუნებრივია ყველას. ფილთან მიმართებაში შემოვა ფასებზე და იქ ფილზეც რომ ვთქვათ, რა როგორია ტენდენცია და რას ელოდებით უახლოესი პერიოდისთვის.
კი ბატონო, ანუ რეალურად თვითონ ფაქტორი ხორბლის ფასების გითხარით, რაც შეეხება მთლიანად ამ ბოლო თვეების განმავლობაში, ყაზახური ხორბალი ნამდვილად იყო შემოსული და საკმაოდ დიდი რაოდენობით საქართველოს ბაზარზე, რასაც ხელი შეუწყო სუბსიდირებამ, რომელიც გამოაცხადა ყაზახეთის მთავრობამ, ყველა მიმართულებით მათ შორის და ისევე როგორც საქართველოს მიმართულებით და ამან ფაქტურად კონკურენცია გაწია მათ შორის რუსულ ხორბალთან. შესაბამისად, ეს იყო დამაბალანსებელი ფაქტორი ფასების და სწორედ ამიტომ არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ფასები არც ისე მაღალია დღეს მათ შორის ხორბლის მიღების და ჩაბარების ფასები ფერმერების მიერ. ეხლა რაც შეეხება მომავალს, ყაზახეთმა გამოაცხადა, რომ გააგრძელებს სუბსიდირებას შემდეგი წლის განმავლობაში, მაგრამ იქ შემდეგი ინფორმაცია იყო უკვე ნიუანსი იყო იმასთან დაკავშირებით და ამან ხელი დააწყო მათ შორის საქართველოს ბაზარს, გულისხმობ რას, რომ ყაზახეთის მთავრობამ აქტიურად იმ რეალიზებული ერთი წლის განმავლობაში საექსპორტო ხორბალზე სუბსიდირების გაცემა მთლიანად ვერ დაამთავრა. ანუ ნაწილი გაცემულია სუბსიდირება და საკმაოდ დიდი ნაწილი გაცემული არ არის ყაზახეთში ვაბობ და შესაბამისად დღესდღეობით უკვე ყაზახი ექსპორტორები ფრთხილობენ უკვე მეორე ეტაპზე განახორციელონ ექსპორტი მათ შორის სხვადასხვა ბაზარზე. აქედან გამომდინარე დღესდღეობის პაუზა არის აღებული ყაზახეთის მხრიდან და შესაბამისად ჩვენ დაახლოებით ალბათ ერთ თვეში ვნახავთ რა იქნება მართლა რეალური იქნება შემდგომი სუბსიდირება უკვე ახალი თუ ეს იქნება უბრალოდ გაცემა იმ ძველი სუბსიდირების ყაზახი ექსპორტორების მიმართ და შესაბამისად ამით შეწყდება ეს კომპანია. ამას დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ ვნახავთ. და რაც შეეხება ეხა ფასებს და იმ კითხვას, რომ საშემოდგომოდ რა იქნება ვთქვათ იგივე ფქვილის და ხორბლის ფასი, გითხარით რომ ოდნავ წამოწეულია ფასები და ტენდენცია მიმდინარეობს, მათ შორის რუსეთიდან საექსპორტო გადასახადის მატება ხდება და აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოდნავ ფასების მატებაც მოხდეს. რაც შეეხება ფქვილის ფასი დღეს 46-57 ლარის ფარგლებშია ერთი ტომარა პირველი ხარისხის, რაც საკმაოდ ნორმალურ სტანდარტში არის პურის ფასთან მიმართებაში თუ შევხედავთ და ეს სტაბილურობას უზრუნველყოფს. ამ პერიოდში და უახლოეს პერიოდებში არ ვეულოდებით მკვეთრად ფასების, მათ შორის ფქვილზე და შესაბამისად პურთან მიმართებაში ფქვილიდან გამომდინარე არ გონია რომ ამ გამოწვევები იყოს ამ მხრივ. კი ბატონო, ანუ ჩვენ რამოდენიმე ინიციატივა გქონდა, მათ შორის ერთი იყო რომ ხარისხის კონტროლი, ანუ შემოწმება მათ შორის თუ პრეტენზია ექნებოდა ვინმეს დამოუკიდებელ ლაბორატორიაში, მათ შორის გახსოვთ მეყურეებს ჰქონდათ გარკვეული ვთქვათ მიმართვიანობა და ასე შემდეგ, ეს საკითხი დარეგულირდა და შესაბამისად ჩვენ შევჯერდით რომ დამოუკიდებელი ლაბორატორია პრეტენზიის შემთხვევაში გააკეთებს ანალიზებს ფქვილთან მიმართებაში და შესაბამისად ეს საკითხი მოგვარებულია. მეორე საკითხი იყო ფქვილის მარკირების შესახებ. ფქვილის მარკირება ჩვენი მიმართვიანობა ეს იყო გამოწვეული იმით, რომ ბაზარზე მოწესრიგდეს ფქვილის აღრიცხვიანობა, იმიტომ რომ იგივე იყო მიმართვიანობა მათ შორის პურის წარმოებლების მიერ, ჩვენს მიერ, სხვადასხვა ფერმერების მიერ, რომ გარკვეულწილად ბაზარზე არის გარკვეული რაოდენობის ჩრდილოვანი თქვა წარმოებები. აქედან გამომდინარე, მათ შორის ფქვილის წარმოებები, აქედან გამომდინარე, რადგან კითხვით ნიშნები არ იყოს დასმული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი თქვათ მაგალითი არის და ეს შეიძლება გამოვიყენოთ მაგალითად, როდესაც მარკირება სავალდებულო გაკეთდა წყლების შემთხვევაში და არაალკოჰოლური და ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში და ეს ძალიან კარგად მუშაობს. რა ვიცი, ხატოვნად რო ვთქვა და რაღაც მაგალითისებურად რო ვთქვა, მაგალითისათვის იგივე კოკა-კოლას ბოთლი, ან ლუდის ბოთლი, ან წყლის ბოთლი, როდესაც ჩვენ მას ხსნით, იქ უყურებთ, რომ გარკვეული მარკა არის მიწებებული, შესაბამისად გახსნის პერიოდში ეს მარკა ფუჭდება, შესაბამისად მეორეჯერ მას ვერ იყენებ, აქედან გამომდინარე, გამოშვების დროს მარკირება ხდება და თვითონ რეალიზაციის დროს მოხარებლის მიერ და ეს ამ მარკის თქვათ, ასე ვთქვათ, გაფუჭება ხდება, რომ მეორეჯერ ვერ გამოიყენებთ. ეს არის
მოწესრიგებული ეს ბაზარი და ჩვენ ხედავთ რომ ამ ბაზარზე ფაქტურად არ არსებობს კითხვით ნიშანი ბაზრის მოწესრიგებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ რომ ანალოგიური კარგი იქნებოდა რომ თბილთან მიმართებაში განხორციელდეს ჩვენ ასოციაციის წევრი წისქვილ კომბინატები ამ ინიციატივით გამოვედით მათ შორის მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს და შესაბამისად შემოსავლების სამსახურთან ეხლა მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა და ვფიქრობ ეს საკითხი აუცილებლად გასაკეთებელია რომ თვითონ აღრიცხვიანობა და თვითონ ეს კითხვითი ნიშნები მოიხსნას. აქ დიახ მარკირება ხდება შემდეგნაირად. კიდევ ერთხელ მინდა განმარტო, თვითონ წარმოება, მაგალითად, დღესდღეობით წყლის წარმოება და კოკა-კოლის წარმოება და ალკოჰოლის წარმოება ყიდულობს მარკას, მაღალი თქვა დაცულობის მარკებია ეს, რომელიც თქვა არის ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანია, რომელიც ფინანსთა სამინისტროდან ხელშეკრულებით არის და შესაბამისად ეს მარკები რაოდენობრივად შემდგომ უკვე ეკვრება რა რაოდენობით მარკაც იყიდა მაგალითად წარმოება, მაგალითად 1000 ცალი, ვალდებულია რომ ის რაოდენობის მარკის თქვა აღრიცხვიანობა ქონდეს სწორად. აქედან გამომდინარე შემდეგ 1000 ცალზე აგრეთვე ხდება აღრიცხვიანობის გაკონტროლება და შესაბამისად ეს ხელს უწყობს მთლიანად ბაზრის მოწესრიგებას. ანალოგიურად შეგვიძლია ჩვენ მაგალითად როდესაც თვითონ წისქვილ კომბინატები უშვებენ ხვილს, როგორც დაფასოებულს რამოდენიმე კილოგრამიანებში, აგრეთვე ტომრებში, იქ ხდება, რომ ეგრეთ წოდებულ სტროჩკაში, ანუ როდესაც გადაკერვა ხდება თვითონ ტომრის, იქ დღესაც იდება ის პატარა ქვითარი, რომელშიც აღნიშნულია, როდის არის გამოშვებული, რა პარამეტრები აქვს და ასე შემდეგ ქვილი. შესაბამისად, ეს კაცრი აღრიცხვის მარკად შეუძლია წისქვილ კომბინატებმა იყიდოს, შესაბამისად ჩაასტროჩკოს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულად თვითონ ქვილის ტომარაში და რეალიზაციის დროს, გახსნის დროს თავისთავად ცხადია, ეს იხევა და მეორეჯერ გამოყენებადი არ ხდება. ეს ხელს უწყობს პრინციპში აღრიცხვიანობის ვთქვათ და გამჭვირვალობას ამ ბიზნესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ შემთხვევაში, რომ არ იყოს ლაპარაკი, რომ ვის რამდენია რეალიზაცია, ფასი რამდენია და კონკურენცია როგორია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ არის კიდე ერთი საკითხი, რომ გამოიკვითა კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გააძვირებს ამ მარკის ყიდვა მაგალითისათვის იგივე ქვილს და ეს რო პურში არ გადავიდეს. ჩვენ გავლილი გვაქვს კონსულტაციები ამ კომპანიასთან, შვეიცარიულ კომპანიასთან და მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტრის შემოსავლების სამსახურთან ამაზე ვთქვათ მუშაობა და დათვლილია რომ ეს აძვირებს მაგალითად 50 კილოგრამიან ქვილის ტომარას დაახლოებით 0,1 თეთრით, რაც კილოგრამებში რო გადავიყვანოთ, საერთოდ არ არის რელევანტური. შესაბამისად, ამ ხრივ ყველაფერი წესრიგშია და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი, ვთქვათ, მაგალითი იმისა, რომ ჩვენი დარგი მოწესრიგდეს ქვილის გამოშვების, აღრიცხვიანობის და რეალიზაციის კუთხით. შესაბამისად, დიახ, განხილვის პროცესია. აქ არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ეს თვითონ პროცედურა არ მოითხოვს, ანუ უბრალოდ კანონმდებლობის შემოღება არ მოითხოვს რაიმე პარლამენტის ან ცალკე დადგენილების ან რამის გამოშვებას, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია უბრალოდ ფინანსთა სამინისტროს მინისტრის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ვთქვათ, შესული იყოს ქვილის, ვთქვათ, წარმოება იმ ჩამონათვალში, რომელშიც დღეს არის სიობრივ ჩამონათვალში, რომელშიც დღეს არის ალკოჰოლური და ალკოჰოლური სასმელები. შესაბამისად, პროცედურა ძალიან მარტივია, გავდივართ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს და ვფიქრობთ, შესაძლებელია რამოდენიმე თვეში ეს პროცედურა დაიწყოს ჩვენ ბაზარზე, რასაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღრიცხვიანობას, გამჭვირვალობას და კონკურენციას ქვილის ბაზარზე, მათ შორის პურის ბაზარზე, ანუ შესაბამისად ხორბლის ბაზარიც აქ იქნება წარმოდგენილი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ.